სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე საათები რჩება ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის გასანადგურებლად ემზადება. Ამ ფონზე ტერორისტები ისევ ესვრიან ქალაქებს, მაგალითად მხოლოდ აშკელონისკენ დღეს 150 რაკეტა გაუშვეს. ისრაელში რთული ვითარება, იერიშის გამო დასახლებულ პუნქტებში გამუდმებით ისმის განგაშის სიგნალი. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს იერუსალიმში. ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 1800-მდე გაიზარდა. ღაზის სექტორის სიახლოვეს მუშაობდა დღესაც. ფორმულას გადამღები ჯგუფი თია თეთრაშვილი პირდაპირ ეთერში გვერდება. თია სად იმყოფებით ახლა, რა ვითარებაა ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ვადის ამოწურვამდე? Elisa, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ჟდეროთან, ეს არის მილიტარიზებული ზონა. ეს არის ქალაქი, სადაც ყველაზე ძლიერი თავდასხმა მოხდა ტერორისტების მხრიდან და შემოჭრა. ჩვენ გვახსოვს პოლიციის შენობა, სადაც ისინი თავს აფარებდნენ და შემდეგ უკვე იძულებული გახდა ისრაელის შეიარაღებული ძალები, რომ ეს შენობა აეფეთქებინათ. რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქალაქში, ქალაქი ნამდვილად გავს ბრძოლის ველს. ყველგან გადაადგილდებიან სამხედროები, კარდაკარ ამოწმებენ ისევ მიმდებარე ტერიტორიას და შენობებს. ჩემს გვერდით, ახლა ჩემს ხელმარჯვნივ არის უკვე ღაზის სექტორი დაახლოებით 5 კილომეტრში, ხელმარცხნივ კი სწორედ იწყება ქალაქი ჟდეროთი. ეს არის გზაგასაყარი ჟდეროთსა და ბერშევას შორის, სადაც მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა, თუმცა ეს არის აგერ ახლაც გაიგეონეთ ალბათ აფეთქების ხმა, ეს არის ისრაელის ავიაციის იერიშები ტერორისტულ ორგანიზაციაზე, სადაც მიმდინარეობს ინტენსიურად ჰამასის ობიექტების განადგურება. იქამდე ვიდრე დაიწყება სახმელეთო ოპერაცია. როგორც უკვე გითხარით, ჩემს უკან ახლაც ვთხოვთ დათოს კადრში გაჩვენოთ, მუდმივად გადაადგილდებიან სამხედროები, პოლიციის ქვედანაყოფები. საკმაოდ შორს ჩვენგან ისმის განგაშის სირენაც და აი სწორედ ამ მანქანების უკან განლაგებული არის სამხედრო ბაზა და სამხედრო ბანაკი, სადაც განლაგებულები არიან ისრაელის შეიარაღებული ძალები. პერიოდულად ამ ადგილიდან სწორედ ღაზის სექტორის მიმართულებით ჩვენმა კამერამ გადაიღო, როგორ გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, რომელიც მიემართება ღაზის სექტორისკენ და კიდევ ერთხელ ისრაელის ხელისუფლება ავრცელებს გაფრთხილებას ღაზის მოსახლეობისთვის, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გავიდნენ უსაფრთხო ადგილას. რაც შეეხება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის. ასევე ჟდეროთის გარდა აქტიურად მიმდინარეობს ახლა ბერიას ტერიტორიის გაწმენდა. ეს არის ერთ-ერთი დასახლება, რომელიც ასევე იყო ტერორისტების ალყაში და იქ უამრავი გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარეობს ასევე ახლაც ინტენსიური იერიშები გვესმის პერიოდულად აფეთქებების ხმა. სამხედროებმა გაავრცელეს ინტერვიუები ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ბერიაში და საკმაოდ მძიმე ისტორიებს ყვებიან. ტერორისტები როდესაც ტერიტორიაზე შემოვიდნენ, სახლიდან გამოვედით. მე, ჩემი ცოლი, ჩემი და შვილებთან ერთად. თითქოს ყველა ერთად გავრბოდით ტყისკენ, მაგრამ სიღრმეში შესულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი და შვილთან ერთად ჩემთან აღარ იყო. 21 საათი გავატარეთ ტყეში. გარდაცვლილთა სიაში არა არც ჩემი და არც მისი შვილი. ჯოჯოხეთი გავიარეთ, გავრბოდით. მოდიოდნენ ფეხით და ავტომობილებით ისროდნენ, ისმოდა კივილის ხმა. საშინელი პანიკა იყო. ტყეში შესვლა აგერ ახლაც ხედავთ, როგორ გადაადგილდება მძიმე ტექნიკა. სულ რამდენიმე წამის წინ ჰაერში აფეთქდა რამდენიმე ჭურვი, რომელიც იყო გამოსროლილი და ხედავთ ასევე მძიმე ტექნიკას, რომელიც გამოდის ახლა ტერიტორიიდან. ეს ვითარება არის ახლა გუმბათი მუშაობს, დაახლოებით 10 რაკეტა განადგურდა ახლა სულ რამდენიმე წამის წინ ჩვენს თავზე და ისევ შეინიშნება სამხედროების მობილიზება. ასევე ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა ქვეყნის ცენტრში, ისრაელის ცენტრის მისამართით იყო ინტენსიური იერიშები. ჰამასის ტერორისტების მხრიდან ღაზის სექტორიდან იყო გაშვებული დაახლოებით 150-ზე მეტი ჭურვი და რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა ბუნებრივია საცხოვრებელ სახლებში, დაეცა მაგალითად რეხოვოდში იყო სახლზე პირდაპირ მოხვედრა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა იქ მსხვერპლი ან დაშავებულები. ადგილზე მუშაობენ ბუნებრივია სასწრაფო დახმარებების ბრიგადები, ასევე კირიათ
მათაში იყო პირდაპირ მოხვედრა სახლში და განგაში ჩაირთო თელ-ავივში სწორედ იმ დროს, როდესაც თელ-ავივის მთავრობის სახლში მიმდინარეობდა ევროკომისიის თავმჯდომარის და ისრაელის პრეზიდენტის შეხვედრა და განგაში სირენების ჩართვის დროს მათაც მოუწიათ თავშესაფარში შესვლა. ჩვენ ვრჩებით ბუნებრივი ადგილზე, ვაკვირდებით აქ სამხედროების გადაადგილებას და უახლესი ინფორმაციით კიდევ დაგიბრუნდებით.